საქართველოში საერთაშორისო მასშტაბის კრიპტო დანაშაულებრივი ქსელი გამოავლინეს. ამერიკის შეერთებული შტატების, პოლონეთისა და საქართველოს სამართალდამცავების ერთობლივი ოპერაციის შედეგად აჭარაში ორი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, ჯგუფი Audi A6 2022-დან 2025-მდე წლებში ასობით მილიონი დოლარის ღირებულების კრიპტოვალუტის გათეთრებაში იყო ჩართული. ისინი კიბერდამნაშავეებს უკანონოდ მოპოვებული კრიპტოაქტივების წარმომავლობის დაფარვაში ეხმარებოდნენ. ოპერაციის ფარგლებში გაითიშა 25 დომენი, ამოიღეს 30-ზე მეტი სერვერი, დაყადაღდა 173 ავტომობილი, უძრავი ქონება და კრიპტოაქტივები. ევროპელი გაუნძიებლების შეფასებით გათეთრებული თანხების მოცულობამ შესაძლოა 336 მილიონ ევროს გადააჭარბა. ეს ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საერთაშორისო ოპერაცია კრიპტოვალუტის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლაში. ვიდეოს წარმოგიდგენთ Crypto News G, პირველი ქართული კრიპტო მედია საქართველოში.